კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც გვისმენდით, შეგახსენეთ, რომ მე მალტიდან გავაზობ დღევანდელ გადაცემას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა დიასპორის სახლის ხელმძღვანელობით და უკვე მეათედ დაჯილდოვდნენ წარმატებული დიასპორელები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წელია თავის საქმეს აკეთებენ და წარმატებით საქმიანობენ და ჩვენ ყავს ახლა სტუმრად ჩვენი სასიკადულო საყვარელი ძვირფასი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი, რომელმაც დაჯილდოვდა წელს. სანდრო, ვერ ვიტყოდი რომ ემიგრანტია, მაგრამ რამდენიმე წელი ცხოვრობდა ამერიკაში და ისეთი პროფესია აირჩია, რომ ფიქრობ ხშირად მოგიწევს უცხო ქვეყანაში ცხოვრება. მოგესალმებით, სანდრო და გილოცავ, რომ შენს გამოგარჩია დიასპორის სახმა. მოგესალმებით, კახა, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მე მართლა რომ ეს დიდი პატივია, იმიტომ რომ სწორად აღნიშნე, მე სწავლობდი რამდენიმე წელი ჯულიარდის სკოლაში, მაგრამ თუმცა გამოვცადე ის, რომ სამშობლოს გარეთ იგივე ცხოვრება, მოღვაწეობა და სწორად აღნიშნე ასევე ისეც, რომ პიანისტის ცხოვრება არ შემოიფარგლება ესე ერთ ქვეყანაში ყოფნით. პიანისტი არის ესე როგორ თქვა, ფრინველი, რომელიც თბილ ქვეყნებშიც დაფრინავს, თავის სამშობლოშიც არის და ყველგან მოგზაურობს. სანდრო, სანამ გადავალთ უშუალოდ შენს ამ პროცესზე, ამ მოგზაურობაზე, რომელიც იყო და ახლა უფრო იწყება, იგივე ჯულიარდმა და იგივე შენმა წარმატებამ მოიტანა, მე მინდა შენი დამოკიდებულება და შენი შეფასება გითხრა იმ პროექტზე, რაც გულისხმობს წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოებას, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, ასე იგი ამ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის პირველი ერთიანდება და აქვე მინდა ვახსენო გეგა კურციკიძე, რეჟისორი, უცვლელი რეჟისორი, რომელიც პირველ ბლოკში ბედაინას გამოუჩა, გეგა იყო წელს რეჟისორი. აი, რას ნიშნავს ესეთი პროექტი, რომელიც აქცევს ყურადღებას ემიგრანტებს და ათეულობით ადამიანი ჯილდოვდება. და მათთვის ესაა დიდი სიხარული, ჩვენ ვნახეთ ეს როგორი სიხარული იყო და რამდენიმე ქვეყანიდან ჩამოვიდნენ მალტაში. შენ როგორ შეაფასებ ამას, როგორც ლეგიტიმ მოქალაქე და შემდგომ შენც როგორ დაჯილდოებული? ეს ადამიანები ჯილდოვდებიან იმ მიღწევების, იმ წარმატების გამო თავიანთ სფეროში, რასაც მიაღწიეს და რასაც აკეთებენ, არა მხოლოდ უშუალოდ თავიანთი თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ეს წარმატებული ადამიანები, ვინც დაჯილდოვდნენ, არიან სახე საქართველოს პირველ რიგში. ისინი თავისი მოღვაწეობის ფარგლებში გარდა იმისა, რომ უთქვამენ ქვეყანას სახელს, ასევე რაღაც ღირსეულ თამასაზე ახავთ და ინარჩუნებენ იმ მართლაც დიდ კულტურას და ღირებულებებს, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. ასე რომ რა თქმა უნდა მისასალმებელია და ძალიან სასიხარულოა, რომ არსებობს ეს პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ამ ადამიანებს და გარდა იმისა, რომ აცნობს მაგალითად უშუალოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ასევე მსოფლიოს ამ ადამიანებს, ასევე უშუალოდ მათთვის არის გარკვეული სტიმული, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა, მათ რაღაც კარგი, ასე ვთქვათ, საფუძველი უჩნდება თუნდაც იმისთვის, რომ კიდევ მეტი იმუშაონ და კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიონ, ასე რომ რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა მსგავსი ღონისძიების არსებობა და მით უმეტეს რომ მონაწილეობა. და ასე შენთვის, როცა გაიგე რომ შენს იმ ადამიანებს შორის მოხდებოდით, ან საიუბილეოა წელს მეათე ჩატარდა, უკვე პირველ ბლოკში ვახსენე და როცა გითხრეს რომ შენც ხარ მოწვეული მალტაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებს რიცხვში მოხვდი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებით აგრძელებენ თავის საქმიანობას. ვახსენებ რატომ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ხარ, ვისაც ეს ჯილდო და დაფასება გადასცემია. რასაკვირველია, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ქართული ჯილდო, რომელსაც იღებ იმისათვის, რასაც აკეთებ რაღაც წეგან აღნიშნე შენი ქვეყნისთვის. ასე რომ ამისათვის რომ ჯილდოვდები, ეს ძალიან დიდი როგორ თქვა, სიხარულია პირველ რიგში. თუმცა უშუალოდ ჩემთვის სუბიექტურად რომ გითხრათ, ნებისმიერი ჯილდო თუ წარმატება არის ესე ვთქვათ, დიდი სიხარულიც და დიდი გამოწვევაც, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტის მიღწევის ამბიცია მიჩნდება, ასე რომ ამანაც რასაკვირველია მომცა ესეთი ბიძგი რაღაც შემდეგი მწვერვალისკენ. სანამ შემდეგ მწვერვალობები და იმაზე ვისაუბრებთ, რომ შენ უკვე სამზადისში ხარ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, თვლი თუ არა შენ, რომ რეალურად ჩვენი ვალი შენ ამ შემთხვევაში ნაკლებად, იმიტომ რომ მაინც ხშირად ხარ უცხოეთში, მაგრამ ხალხით, რომლებიც ცხოვრობთ საქართველოში, გარკვეულწილად ჩვენი ვალიც არის, რომ
გვახსოვდეს ის ხალხი, ვინც წასულია და რაღაცით ვეხმიანებოდეთ, რაღაცით ვაფასებდეთ, რომ ეს კონტაქტი არ გაცდა და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ამის იდეალური საშუალებაა ერთ-ერთი. ძალიან სწორად თქვით, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენი თანა მემამულეების იმ ადამიანების, რომლებიც წასული არიან ქვეყნის გარეთ და ქვეყანას სახელს უთხოვენ, მათი დაფასება. იმ შრომის დაფასება, იმ რაღაც ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მიღწევის, იმიტომ რომ ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში არის ყოველთვის, ესე ვთქვათ, მწვერვალი და დაბლობი და ეს ადამიანები იმდენ ემოციას, სტრესსაც გადიან, რომ და მაინც აღწევენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია ჩვენ უნდა მათ მოვეფეროთ, ჩვენ უნდა ეს ყველაფერი მათ დაუფასოთ და წეგან როგორც ვთქვი, ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმის გამო, რომ ამ უფრო მეტი ასეთი ადამიანი გაჩნდეს პირველ რიგში და უფრო მეტად მოხდეს საქართველოს სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს სახელის გატანა. და სანამ დაიმშვიდობები ვისარგებლო შემთხვევით, შენ თქვი რომ მეტი მწვერვალების დაპყრობისკენ მიბიძგებს ეს პროექტიო, შენ პარალელურ სამზადისში ხარ ახლა საქართველოში და საერთაშორისო კონკურსზე და შენი უახლოესი გეგმები გვიცხარ, იმიტომ რომ შენ არ ჩერდები და სულ სადღაც ხარ. მე ახლა ემზადები რამდენიმე კონცერტისთვის საქართველოში, შემდეგ მაქვს ძალიან დიდი კონკურსი ევროპაში, რომლისთვისაც ფორს-მაჟორია ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ძალიან მოკლე პირველად მომიწია ეს მოკლე ხანში ასეთი დიდი კონკურსისთვის მომზადება და იმედია ეს ყველაფერი ისეთ ლიანდაგებზე დადგება, სწორლიანდაგებზე დადგება. შემდეგ ეგმებს რაც შეეხება ევროპაში მექნება სოლო კონცერტები და ასევე ორკესტრთან ერთად კონცერტი 2026 წლის მანძილზე, ასევე გეგმავ რომ ესე ვთქვათ დავფუძნდე ესპანეთში და იქედან ვიმოღვაწეო, იმიტომ რომ ესპანეთი ასე ვთქვათ ახლოს არის საქართველოსთან და თან უფრო მეტად იქნება იმის შესაძლებლობა. უფრო ახლოს ვიდრე ამერიკა. უფრო ახლოს ვიდრე ამერიკა. თუმცა რომ დავფიქრდეთ, აი თუნდაც 3 საათიანი ფრენაც არაფერი არ არის უკვე, როცა 3 საათი შეიძლება მაგალითად დასავლეთ საქართველოსთან, თბილისში, აღმოსავლეთში დაბრუნდა იგივე დრო. ასე რომ მე მინდა მადლობა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, ამ პროექტის სპონსორებსა და მხარდამჭერებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში და დიდი წარმატება უსურვო მათ. მადლობა სანდრო შენს, მე გეტყვით რომ სანდრო გეგეჭკორი ჩვენი ძალიან ძვირფასი და ნიჭიერი პიანისტი ხტუმრობდა და გვესაუბრებოდა, რომელიც ერთ-ერთი ნომინანტია, რომელსაც გადაესცა ეს ჯილდო და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ დიასპორის სახლის ეგიდით და ორგანიზებით წელს უკვე მე-10 საიუბილეო წელი აქვს ჩატარდა ეს ღონისძიება და არაერთი ჩვენი ემიგრანტი დაჯილდოვდა. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით.